Leopard 5 უბრალოდ მანქანა არა. ეს BYD-ის განაცხადია დიდი ბიჭების ლიგაში. ის $45,000 ღირს. მანქანაში ჩაშენებული სუნი მოყვება და როცა დაკოქავ გადაცემათა კოლოფის ბერკეტი ისე ამოდის, თავი პრედატორის ხომალდში გეგონება. და სწორედ ამიტომ ის ჩემ თავს მახსენებს. პატარა რომ ვიყავი და გაკვეთილების მესაინეობა მეზარებოდა ხოლმე, იმ დღეს ოთახს ვალაგებდი მინიმუმ ერთხელ, დედაჩემს ვეკითხებოდი მაღაზიაში რამე ხომ არ უნდა მინიმუმ 3-ჯერ და მთელი საღამოს განმავლობაში ჩემებს 1000 სისულელეზე ველაპარაკებოდი, რომ არ გახსენებოდათ რომ გაკვეთილები მაქვს მოსამზადებელი. სწორედ მაგიტომ, როდესაც $40,000-იან მანქანას ვხედავ და ამ მანქანას აქვს ფუნქციები, რომელიც დიდად არაფერში არ მჭირდება, მაგრამ ვაუ არის, ყოველთვის ვფიქრდები თუ რისგან უნდათ ჩემი ყურადღების გადატანა. Leopard 5 ყველგანმავალია. ბლოკირებული ხიდები აქვს და 1.5 ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი. და გეთანხმებით, მეც ეგ კითხვა მაქვს. ამ ხელასაქონელი, ამ პუჭურიკა ძრავის იმედად, რატომ დატოვეს? თქვენ კარგად იცით, რომ მე პატარა ძრავები ძალიან მიყვარს. პატარა ძრავი ნიშნავს ნაკლებ წონას, უკეთეს წონის გადანაწილებას და უფრო მხიარულად სამართავ მანქანას. მაგრამ მე პატარა ძრავები მიყვარს პატარა სპორტულ ავტომობილებზე, მაგალითად როგორიც არის Mazda Miata. ეს საქონელი ამ რკინებთან ერთად დაახლოებით 3 ტონას იწონის. ამ მანქანისთვის 1.5 ლიტრიანი ძრავი დაახლოებით იგივეა, რომ კიმ კარდაშიანს ნატალი პორტმანის მკერდი დაუყენ. თუმცა, ამ პატარა ძრავის მიუხედავად, ამ მანქანას 687 ცხენის ძალა აქვს და ამისთვის ჩინელებს ინჟინრული საოცრების ჩადენა არ დასჭირვებიათ. საქმე იმაშია, რომ ეს პატარა ძრავი არის უბრალოდ გენერატორი და მეტი არაფერი. აქ ჩვენ გვაქვს კიდევ 2 ელექტროძრავა, რომელიც მანქანას რეალურად ამოძრავებს. ხოლო ეს ელექტროძრავები ძალას იღებენ აი ამ 1.5 ლიტრიანი ტურბინირებული ძრავიდან. ზუსტად იგივე სისტემაა, რაც ვოლტში. ერთი ელექტროძრავა წინაყენია, მეორე ელექტროძრავა უკან, ატრიალებენ საბურავებს, ხოლო როდესაც ამ ელექტროძრავებს დაჭირდებათ ენერგია, აკითხავენ ამ ბენზინის შიდაწვის ძრავს. ხო და ჯამში ეს სამივე ძრავა გამოიმუშავებს 690 ცხენს. ეს არის 3 ტონიანი ხორცშესხმული მაგალითი იმისა, რომ ვეგეტარიანელები არ უნდა არსებობდნენ. თუმცა სამწუხაროდ ვეგეტარიანელები მაინც არსებობენ და ამ მანქანასთან დაკავშირებით ფურცელზე ყველაფერი იდეალურადაა. 0-დან 100-მდე 4.8 წამში ჩქარდება, ხოლო 402 მეტრი ანამგატესთა თავის YouTube არხზე და შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ. ძალიან მაგარი ვიდეო აქვს. მე კი მაინტერესებს, როგორ იგრძნობა 3 ტონა და 700 ელექტრონული ცხენი გზაზე. სიმართლე გითხრათ, ამ მანქანისგან ცოტა მეტს მოველოდი. არა, იმას არ ვამბობ, რომ ეს ნელი მანქანაა. ნელი მანქანა ნამდვილად არ არის, სწრაფი მანქანაა, მაგრამ არა G63 სწრაფი. ამ ნახეთ რა გულისხმობ, G63-ში გასრო დაადგან ფეხს რა, უბრალოდ აჩქარება კი არ არის. ასე გონია, რომ მეორე მსოფლიო ომში წინა ხაზზე იბრძვი და ჰანს ზიმერის მუსიკალური გაფორმება აქვს თან ამ ყველაფერს რა. რაღაცა ხმა, ემოცია, განცდები. აქ კიდე ისეთი განცდა მაქვს, რომ ბოსთან ვარ, ფული დავაკელი და ხათრით მემსახურება. მორჩი? არა? ოკეი, გააგზელე. აი, ანას წუთში მორჩები, ამსო უნდა გავიდე. აი, დაახლოებით ეგეთი რაღაცაა რა. ამ მანქანას ამდენი ცხენის ძალა რო არ ქონოდა, აი, საერთოდ არაფერი არ შეიცვლებოდა. ისევ ჩვეულებრივი ეს ლეოპარდი იქნება, საერთოდ აი ნულია სხვაობა, აი რაც მოემატა სარგებელი ამ მანქანას ამ ცხენის ძალებით რა მაგის თქმა მინდა მოკლედ. სამაგიეროდ ელემენტები დამძიმდა. ძალიან ტლანკია, 3 ტონა ეთყობა კი არა, ეთყობა ამ მანქანას რა. თუნდაც რომ ზოლიდან ზოლში გადასვლის დროსაც კი სნოში მიდის. აუ არა ძმაო, არა, ხო არ ღადაო, არა. რა? მოიცა? ეს რა არის რა? ხო არ ღადაო. აუ არა. მოკლედ, ნახეთ როგორი რაღაცა ხდება რა. ეს მანქანა იმდენად რბილია, რომ აი ესე საჭიროა ათამაშო, იმდენად დადის, რომ რაღაც მომენტში საბურავს გიკეტავს რა.
და სნოსში მიყავ ხარ. აი ამ მომენტში აი ესე შემიძლია სნოსი გავაკეთო ამ მანქანით. თუმცა, ეს კიდევ კარგად არაჩვენებს თუ რამდენად ყანყალაა ლეოპარდი. აი იმდენად რბილია ეს მანქანა, რომ ერთი რაღაცა უნდა გაჩვენოთ რა. უყურეთ, რომ მივდივარ და მუხროს ფეხს ვადგავ, მანქანა ცოტა ხანი ყანყალებს დააკვირდით. აი ძალიან ნელა რო შევაპარო რა, გაჩერების მომენტში მაინც ყანყალებს. ასეთი რყევადი მანქანა მე ჯერ ნამდვილად არ შემხოდრია. იმის გამო რომ ძალიან რბილია, ძალიან არამდგრადიც არის გზაზე. ვა. მე მგონი ეს ოფროუდიდან არ უნდა გადმოიყვანო. ანუ რა გამოდის? რომ ლეოპარდ 5 ცუდი სამართავია? არა, ეს ავტომობილი ცუდი სატარებელი არა. ის უბრალოდ ნამდვილი სუფთასისხლის ყველგანმავალია. საქმე იმაშია, რომ თუ ყველგანმავლის გაკეთება გინდა, მაინც რამაზე უნდა აწყო ავტომობილი, ანუ მეტი გზა არ აქვს ჯერჯერობით რა. რამა ბევრად უფრო გამძლეა, ბევრად უფრო დიდ დარტყმას იტანს და უგზოობაში ხშირად ხდება ხოლმე, რომ მოულოდნელი ამორტყმა ხდება მანქანაზე, რაც მე ძალიან დიდ დატვირთვას აყენებს ძარას. რამა მაგას უძლებს. შესაბამისად, ასეთი ჩარტყმებისა და ამორტყმების დროს შეიძლება მონოკოკი მანქანის შემთხვევაში ძარა გაგიღუნოს და აი მაგალითად კარი ვეღარ გააღო, იმიტომ რომ ჩაიჭედოს და ასე შემდეგ. რამაზე ეგეთი რაღაცა არ მოხდება, იმიტომ რომ თელ დარტყმას საკუთარ თავზე რამა იღებს და ზემოდან რაც არის დადებული, ეს body on frame ქვია ინგლისურად. body ანუ ძარა რაც არის ზემოდან დადებული ამ რამაზე, ეგ ძირითადად გადარჩება ხოლმე. მართალია ამ რამას თავისი მინუსები აქვს, კი ბატონო, უფრო რთული სატარებელია, წინა მხარე უფრო რბილია ვიდრე უკანა, უკანა რამაზე რბილი არასოდეს არ არის ხოლმე რა. ამიტომაც არის რომ ამ მანქანაში ზეგრე პანჩურებს გირტყავს რო დადიხარ, წოლიარე პოლიციაზე წინა რო გადახვალ, აი ურბილესია, თითქმის ვერ ვზნობ რომ გადადის, უკანა მხარეს იმ ხელაზე ამოგარტყავს რომ ნამდვილად გზნობ რომ იქ წოლიარე პოლიციელი იყო. და ეგეთი რაღაც თავისი მინუსები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ დღესაც ავტომწარმოებლებს სხვა გზა არ აქვთ, იმიტომ რომ თუ ნამდვილი ყველგანმავლის გაკეთება გინდა, უნდა აწყო მანქანა რამაზე. თუ რა თქმა უნდა Land Rover-ი არ ხარ და Defender-ი არ გააკეთე. აი ეგ მანქანა ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. რამაზე აღარ არის, მაგრამ მაინც ფანტასტიკურად დადის უგზოობაში. კარგი. გასაგებია რომ ლეოპარდი სუფთასისხლის ოფროუდერია. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მას ცუდი სალონი უნდა ქონდეს. ეს არის ამ მანქანის სალონი, რომელიც ელექტრომობილის ლოგიკითაა მოწყობილი. ანუ რო ჩაჯდები, მუხროც უნდა დააწვე და всё, მანქანა მზად არის წასასვლელად. დანარჩენი სალონი ტიპიური ჩინური მანქანის დიზაინითაა მოწყობილი. აქ ეს მონიტორი გვაქვს შუაში, საიდანაც თითქმის ყველაფერი იმართება. აქედან შეგიძლია შეცვალო მოუდები, შეგიძლია გაასწორო სეტინგები, კლიმატის კონტროლის ღილაკებზეა გამოტანილი, რაც ნიშნავს რომ უგზოობაში აქ შეიძლება რაღაც უბრალოდ ტემპერატურის აწევა გინდოდეს და ამ დროს გვერდზე მყოფი ძმაკაცი გათითო და ერთმანეთი შეგიყვარდეთ. ანუ ძალიან ცუდია. ეს არის ძალიან ცუდი. ალბათ ყველაზე ცუდი რაღაცაა, რაც შეუძლია რომ ავტომწარმოებელს გააკეთოს UX-ის თვალსაზრისით. არასოდეს არ უნდა გააკეთო კლიმატის რეგულირება touch-ზე. ნუ, რაც touch-ზე არ გააკეთეს, აქ ღილაკებია, უბრალოდ გორგოლაჭები, ეს არის მოუდების სწრაფი შეცვლა, რაც საკმაოდ კომფორტული და ლოგიკურია. მარცხენა მხარეს ცვლი ეკოსპორტი და ნორმალი, ხოლო მარჯვენა მხარეს გაქვს off-road-ის მოუდები, მთები, რაღაც თოვლი ქვიშა და ასე შემდეგ. ყოველი შესვლისას აი ეს მომაბეზრებელი ხმაურია დადებული, ანუ ხმაც არ არის, ხმაურია, პროსტა ხმაურია. რასაჭიროა ვერ ხვდები რა. უბრალოდ წკაპ იყოს და დამთავრდა. და ჩვეულებრივად აქედან შეგიძლია მოუდების შეცვალა, ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე აქ რაღაცეების თითაობა და ჩალიჩი. ვიზუალი და ინტერიერი სიმართლე გითხრათ საკმაოდ მესიმპათიურება. აქ ეკრანი შეგიძლია ჩააყენო, ფიჩერია დამატებითი, რომელშიც ფული შეგიძლია გადაიხადო. ძალიან კარგია რომ არ აყენია, იმიტომ რომ სამი ეკრანი სამსახურში მეყოფა, ახლა აქ რო არ გამომიჭიმო კიდე. ნაპასტყავია გამოყენებულიო, ესე იძახიან BYD-ში. ოკეი, კაი, კი ბატონო, იყოს ნაპასტყავი, უბრალოდ მე ვერ ხვდები ერთ რაღაცას რა. აი, სავარძლებზე, თუნდაც აქ. ეს ნაპასტყავი რო გააკეთეს, პატარა ბეკეკოები რო გაატყავეს და ასე შემდეგ. ზოგადად ნაპასტყავი, ვისაც გაინტერესებთ რა არის სხვადასხვა ახალგაზრდა ცხოველების ტყავი, რო რბილი იყოს. და ეს ბეკეკოები რო გაატყავეს ეს ყველაფერი. აი აქ რატო გადააკრეს მკერდის ტყავი, მკერდის ნაწილი და აქ რატო გადააკრეს ტრაკის ტყავი. ანუ აი ოღონ რომელი ტრაკის ციფროს დუნდულიკების კი არა, პროჭის ტყავი არის გადაკრული რა, ეგეთი განცდა მაქვს. ასეთი ცუდი ხარისხი ამ მანქანაში არაფერს არ აქვს, რაც საჭეზეა. და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. იმიტომ რომ ზოგადად მანქანას ეკომუნიკაციების საჭით. იმიტომ რომ საჭეზე კიდევ ხედავს და როგორ იგზნობა მანქანა
მეტწილად დამოკიდებულია საჭეზე. და საჭეზე რო აი ასეთი უხეში და დაბალი ხარისხის ტყავი გაქვს გამოყენებული, მაშინ როდესაც სხვაგან მაღალი ხარისხის, ეს არ ვიცი რა ლოგიკაში ჯდება, ანუ რატო შეიძლება ეს გააკეთო, ვერ ხვდები. 20.000 აქ ამანქანას გავლილი და უკვე გადაკექვა აქ დაწყებული, აგერ ჩანს და სერვისას ისეთი გასდა გაქვს, რომ ბებერ ღორს ტრაკზე ეფერები. კარგი, გასაგებია რომ საჭე ობუხოვის ქაღალდით ნაწმენდი ტრაკის ტყავისგანაა გაკეთებული. მაგრამ ამანქანას სალონში ძალიან ბევრი კარგი რაღაცა აქვს. ეხლა რა მომეწონა ამ ჭიქების ჩასადებში. ეხლა ჩემ ჯეტურში მაგალითად პატარა ყავას თუ იყიდი, ესე რომ ჩადებ, თითქოს უნდა 1-2 რო ამოიღო რა, ეხლა ეს ჩაია და დიდ ჭიქაში კეთდება და ბაზარი არა. მაგრამ თუ პატარა ყავას იყიდი, ეს ღრმა ჩასასვლელში ეს ყავა ბოლომდე ჩადის და მე ამოღებაზე ჩალიჩობ. აქ რა არის გაკეთებული? რო დააწვევი, იატაკი ჩადის დაბლა. მე აგერ ღილაკი აქ ამას დააწვევი და ამოვა ისევე ეს კაფოლდერის იატაკი, რაც ძალიან ჭკვიანური და კარგად გაკეთებულია. და ეს ძალიან მომწონა, მაგრამ რა ძალიან არ მომწონა არის ეს ბარი. დადის. ეს არის პატიოსანი კაცების მანქანა. იდიოტი უნდა იყო, რომ ამ მანქანით წახვიდე საყვარელთან. იმიტომ რომ აქ შენ გაქვს არა 1, არა 2, არამედ 3 კამერა. მანქანას გარეთ უყენია ვიდეო რეგისტრატორი, ჩაშენებული თავისი საქარე მინაში, რომელიც იღებს ყველაფერს და 4 დღის განმავლობაში იმახსოვრებს. მეორე კამერა უყენია აქ, რომელიც სალონს იღებს და აქ შენ შეგიძლია გადაიღო ფოტო, ვიდეო და ადო ფოტოს ფილტრები. ესეთი კლასიკ ფილტრი ან თუნდაც შოუი ფილტრი. და ასევე შეგიძლია რომ ცოტა beauty mode-ის ჩავრთო. ანუ, აი. აღარ მართლა beauty mode-ი აქვს. და ესეთი ფოტო გამოვიდა, მშვენიერი. და მესამე კამერა აყენია აქ, რომელიც ფლატ კამერა არა, ეს არის სენსორი, რომელიც გაკვირდება სახეზე და ხვდება ხომ არ ჩაგეძინა, ტელეფონში ხომ არ იქექები და ასე შემდეგ, თუ ყურადღება გაფანტული გაწუხებს და გისიგნალებს და რაღაცებს გქონდა, ამიტომ ეს არ გვაინტერესებს, ჩავკეცოთ. თუმცა რაც ნამდვილად გვაინტერესებს არის ამ მანქანის off-road შესაძლებლობები. ამიტომ უნდა გადავიდეთ იქ, სადაც ამას ყველაზე კარგად გამოვცდით. ეს ლისის დიაგონალებია. ამ ორ აღმართზე ძალიან ბევრ ყველგანმავლის მეპატრონეს დაუტოვებია თავისი თავდაჯერებულობა. თუმცა, TikTok-ზე და Facebook-ზე კლავიატურის ყველგანმავლებს რომ კითხო, აქ ასტრათიც არის. მაგრამ ჩვენ ხომ სერიოზული ხალხი ვართ. ამიტომ მოდი ამ ტესტს სერიოზულად მივუდგეთ. რა თქმა უნდა, როდესაც off-road-ზე მიდგება ხოლმე საქმე, უნდა მოვიდეთ აქ. ეს არის ლისის დიაგონალები, სადაც საუკეთესო დიტესტება საბურავის გაშლა, ბლოკირება და მანქანის მოჭიდება გზასთან. ჯერ ავიდეთ მარცხენა მხარეს, მერე მარჯვენა მხარეს. იმის გამო, რომ ეს არის სუფთა სისხლის off-road ავტომობილი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დაძლევს ძალიან თავისუფლად მარცხენა მხარეს, უბრალოდ mode შევარჩევ შესაბამის. ნელ-ნელა აჩქარების გარეშე აუყვეთ. აი ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან მარტივადაა აქ ეს მანქანა. ნახე როგორ ეჭიდება. ბლოკირებები მშვენივრად მუშაობს, ვგრძნობ როგორ ჭედავს საბურავს. აი. ფოკუს მშვენივრად. ყოველგვარი აჩქარების გარეშე მშვენივრად მიდის. რა თქმა უნდა, ეს ამისთვის ძალიან მარტივი ოპერაცია. მას შემდეგ რაც მარცხენა აღმართი მარტივად დაძლია, გადავწყვიტე რომ მისი შესაძლებლობები მარჯვენა, უფრო რთულ აღმართზეც გამეტესტა. მოკლედ დარწმუნებული ვარ, რომ დადაბლების გარეშე წავა, ამიტომ წავედით. იმდენად დარწმუნებული ვარ ამ მანქანაში, რომ არც კი შეურჩევ დაჟე კუთხეებს ისევე პირდაპირ გავასწორებ საჭერს, გაზ გაუკრი და ავა. აუ რამ ხელაია მას შეჭამა. სამ შეგროლა ეტავს სადაც საჭიროა და მიდის. არც დადაბლება ვაფშე არაფერი, ძალიან ჯიგრულა თავი. ვიცოდი რომ ასე იზამ.
რატო ეს არის ოფროუდერი რა? აი ხა ჯიტური აქ რო ამოვიდა, მარცხენა მხარესაც ამოვედი ჩემი ჯიტური და მარჯვენა მხარეს მაგრა გამიკვირდა. მეთქი სააღო, ნამდვილად არ მოველოდი რომ ამოვიდოდა რა, მაგრამ ამისგან მოველე სხვა ლიგა, ანუ სხვა ლიგაა საერთოდ. ეს არის მრამაზი აგებული ლოკირებებიანი ჯიპი. აი იქ ხელა ის გადაყლაპა ეს ბორცვაკი, კაროჩე რომ აი მაგას ნამდვილად არ მოველოდი, მეგონა წამოდო. არა, გადაყლაპა ჯიგარო. კარგი, მოდი მეგობრებო, ეხლა მოვიდა დრო რომ შევაჯამოთ და შეჯამებას მე ვერ გავაკეთებ, ისე თუ ვიზუალზე არ გითხარით რამდენიმე რამ. მე ეს მანქანა ვიზუალურად ძალიან მომწონს, მაგრამ მხოლოდ წინა მხარე. უკანა მხარე არ მომწონს, იმიტომ რომ უკანა მხარე ვთვლი რომ გავს კოლხოზნის. წინა მხარე მაგრად მომწონს, კაი ტიპია. ანას რა უნდა ლოგოსთან ვერ ვიგებ, იმიტომ რომ საკაიფო ლოგო აქვს, ალბათ ჩინურ ავტომობილებში ყველაზე კაი ლოგო აქვს, რაც შემხვედრია. ჩემი აზრით მინიმალისტური კარგი ლოგოა, ლოგო უნდა იყოს მარტივ. ეხლა Nike-ის ლოგოც რა არის, ხაზია, ხო? პროსტა ანასთვის რომ იგეცა ესე მანქანა, Nike-ის გამოშვებული მანქანა იყო. ეს ლოგოზე აწირდა რაღაც ეს ხაზი, ამას მეც დავხატავ. ანუ მე პატრონემ დააყენა ძალოვანი ბამპერი, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. იმიტომ რომ ამ მანქანაზე ეგ დაგჭირდება, იმხელა კლირენსი აქვს, როდესაც დალიფტავ, რომ ძალიან ცუდ გზებზე შეუძლია რომ იაროს. სუფთა სისხლის ოფროუდერია მართლა. და ამის გამო ძალოვანი ბამპერი საჭიროა. რაც არ მომწონს, არის ეს პლასმასის დანამატები. კი, ვიზუალურად ცოტა უხდება რა, მაგრამ ეს რაღაცნაირი ძიშოვია რა, არ მომწონს. აი რაღაცნაირად ყარიც არ არის თითქოს. ხო, კიდე მყარი არ არის ეს. იქვე შეუკვეთა მე პატრონემ ჩინეთში, როდესაც მანქანა გამოიწერა და გაბრაზებული იყო ძალიან, რომ აგინებდა მკვდარს და ცოცხალს, რომ ეს დამიყენესო და ეს უნდა შევცვალო, იმიტომ რომ არ არის რა მყარი რა პლასმასია. ნუ რკინის ვერსიებიც აქვს, მაგრამ იაფიანი დაუყენეს და მაგაზე იყო გაბრაზებული ძალიან. ეს მე პატრონემ თვითონ დაუყენა, არ იფიქროთ რომ მანქანას მოყვება. ეს არის პლასმასი დამცავი ცალკე, იმის გამო რომ არ დაიჩხაპნოს. ამის მე პატრონი მანქანას ძალიან უფრთხდება. უკანა მხარეს ამ მანქანას კარი აქვს პირიქით. ანუ ჯიპების უმეტესობას ხო եղება აქედან, კარი. და შეიძლება ლოგიკურად მოგეჩვენოს ეგ რა, გამოვაღე მარჯვენა ხელით, მარცხენა ხელით, რაც მეჭერა შევაგდე, დავკეტე. და მე მაგას მიჩვეული ვარ, ჯეტურს მაგალითად აქედან եղება კარი. ამას კარი եղება აქედან. და თავინო ვიძახდი რომ მეთქი ეს შეცდომაა რა, მაგრამ მე მივხვდი ეგეთ რაღაცას, მე პატრონემ მითხრა და დავეთანხმე საბოლოო ჯამში, რომ ეს კი არაა შეცდომა, ისააო, იმიტომ რომ ჩვენ დავდივართ მარჯვნივ, ხო? მარჯვენა მოძრაობა გვაქვს, საჭე გვაქვს მარცხნივ. შესაბამისად მანქანას რო აჩერებ, ჯეტურში ამას რო აღებ, გზის მხარეს გიწევს დგომა, ამ მანქანაში ამას რო აღებ, ბორდიულის მხარეს გიწევს დგომა. და მაგ მხრივ ლოგიკურად სწორია, მაგრამ ნამდვილად სწორი როგორც იქნებოდა ისე რომ სანამ ნაპოლეონი მთელ ევროპაში დაპყრობის მერე მარჯვნივ გადაიტანდა მოძრაობას, ჩვენ დავდივართ მარცხნივ ადამიანები რა. ნაპოლეონის ბრალი აქვს, მაგაზე TikTok-იც მაქვს ჩაწერილი, შეგიძლიათ ნახოთ. ნაპოლეონმა გადაამარჯვენა მთელი ევროპა. ინგლისი არ ქონდა დაპყრობილი და მაგიტო დარჩა მარცხნივ და იაპონიაც მაგიტომ დადის მარცხნივ რა. ადრე ცხენებით რომ გადაადგილდებოდნენ, მარცხენა მხარეს დადიოდნენ, იმიტომ რომ დაშნა გეჭირა მარჯვენა ხელში და თავს უკეთესად დაიცავდი. მე ვფიქრობ რომ განა ეს კარია ესე სწორი. ჩვენ დავდივართ არასწორ მხარეს. ინგლისში რო ვიყავი, მარჯვენა საჭეს იმდენად მარტივად მივეჩვიე, რომ მე ვთვლი რომ ადამიანისთვის აი ეგ უფრო ბუნებრივია, ვიდრე მარცხენა საჭიანი. ანუ მარჯვენა მხარეს უნდა დავდიოდეთ. პროსტა ერთი ძალიან ძლიერი კაცის ახირების გამო დავდივართ მარცხენა საჭიანი ავტომობილებით. თორემ წესით მარჯვნივ უნდა გქონდეს საჭე, მარცხენა ზოლში უნდა დავდიოდეთ და კარს უნდა ვაღებდეთ აქედან. უფრო კომფორტულია, იმიტომ რომ ეს ჩემთვის საერთოდ არაა კომფორტული რა. რავი, ვერ მივეჩვი. მარჯვენა საჭეს მივეჩვიე, ამას ვერ მივეჩვი. აი ეგ არის ერთი უცნაურობა ამ მანქანას. საბარგულს რაც შეეხება, საკმაოდ ტევადია, ოღონდ საკმაოდ ტევადში რას გულისხმობ? აქ დაეტევა ორი დიდი ჩანთა თავისუფლად და ერთი ჩანთა დაედება თავზე. ცოტა ზღოლს დაუფარავს, მაგრამ არ აუშვებს. ესე რომ გაუშვა, ორი დიდი ჩანთა ვერ დაეტევა, ესე უნდა ააყუდო რა. ორი დიდი ჩანთა. ორი დიდი ჩანთას გულისხმობ 25 კილოგრამიანები რომელიც არის სატრანსპორტო ანუ სამოგზაურო აი ეგ. რა თქმა უნდა უკანა სავარძლები გადადის და მეტი სივრცე გექნება, მაგას ანიბანია არ ჭირდება არა. ესენი ჩემი ჯეტურისგან განსხვავებით ბუტაფორია არ არის და ნამდვილი რკინაა და აქედან შეგიძლია დააბუქსირო და რავი, ეგ არის და ეგ რა. კარგი, ეხლა მოდი შევაჯამოთ. პირველ რიგში სიარული. რბილია ძალიან, მაგრამ ეს არ არის კარგი სირბილე რა. კარგი სირბილი არის ჯეტური როგორი რბილიც არის ეგ. იმიტომ რომ რბილია, მაგრამ სტაბილურია. ეს არის ტალანქი.
მე პირადად ამ მანქანით ვერ ვივლი, არ შემიძლია რა, იმიტომ რომ ეს გადავა, მე უნდა ელოდო როდის გადმოვა, ისეთი განცდა მაქვს რომ ლუარს საბიწევს ესე რაღაც და გადაკოტრიალდება, გადმოკოტრიალდება, ხო, აი ძალიან ტლანქია. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტლანქი მანქანაა, რომელიც ოდესმე მიტარებია. ამაზე აყენია ბალიშების დაკიდების სისტემა, ანუ პადუშკებს რო ეძახიან მაგაზია და BYD-ს აქვს სპეციალურად შემუშავებული თავისი დაკიდების სისტემა, რომელიც აყენია ამ ავტომობილზე. ამბობენ ძალიან მაგარიაო. მაგარის რა გითხრათ, მაგრამ მაგარი არა კომფორტული კია, თავისი სირბილის გამო. ელემენტარული, ეგ ვიდეოშიც აღვნიშნე, რომ გააჩერებ ცოტახანი, აი ხო დაატორმუზე, რაც არ უნდა ნელა გააჩერო, ცოტახანი აი ესე შვება მანქანა. და მაგარი ნერვების მომშრელია. მე არ მომეწონა. რამნიროა ეთყობა იმაზე, რომ კი, Lexus-თან შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც პანჩურებს გირტყავს, როდესაც წოლიარე პოლიციაზე გადადიხარ, Lexus JX-ზე მაქვს საუბარი, Prado-ს ხო აღარს ვახსენებ, აზრი არა აქვს. იმათზე ნაკლებად, მაგრამ პანჩურს მაინც გირტყავს, როდესაც გადადიხარ წოლიარე პოლიციაზე. ამიტომ თუ ვინმე აპირებთ ყიდვას, ეგ გაითვალისწინეთ. ნახეთ როგორ ამომარტყავს უკან. აი, რამა. მოუდები აქვს ძალიან ბევრი. ეს ყველაფერი მუშაობს, მართლა. ბლოკირებები ძალიან კარგად მუშაობს. რო ჩართავ მოუს დაჟე ადგილზეც კი ახოხებს საბურავს, იმდენად კარგად მუშაობს ბლოკირებები. სისტემები რაც აქვს, ყველაფერი მუშაობს მართლა და ძალიან კარგად მუშაობს. ელემენტები არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც ამ მანქანას აქვს. და ელემენტები არის ყველაზე ბოლო, რაშიც ოდესმე ეჭვი შემეპარება BYD-ში და რატო? ზოგადად BYD-ის ისტორია იწყება ეგრე, რომ მისმა დამფუძნებელმა დაამთავრა ქიმიის ფაკულტეტი უნივერსიტეტში, სპეციალობა ჰქონდა ელემენტების მიმართულებით, შემდეგ დაიწყო ელემენტების წარმოება, ქარხანა გააკეთა, თავისი ნათესავისგან $300,000 ოდენობის თანხა ისესხა, მაგითი გააკეთა ქარხანა და ელემენტებს აწარმოებდა ძალიან დიდი ხანი. შემდეგ იყიდა გაკოტრებული ავტოწარმოება და დაიწყო ავტომობილების, ელექტროავტომობილების გამოშვება. ოღონდ ელექტროავტომობილების გამოშვება დაიწყო როგორც ის, რომ იღებდა ჩვეულებრივ მანქანებს და ელექტროავტომობილად გადააკეთებდა ხოლმე. ასე რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს BYD-ის ელემენტების წარმოებაში და მაგაში ეჭვს არ უბრალოდ არ შევიტანო. უარს ვაცხადებ, რომ ამის ელემენტებში ეჭვი შევიტანო, იმიტომ რომ სოფლიოში თუ ვინმე აკეთებს ელემენტებს, ყველაზე კარგად აკეთებს BYD. მორჩა. სისტემაც საკმაოდ კარგად არის აწყობილი. აი ხა მაგალითად დაქოქილია მანქანა, როგორც ატყობთ. სპეციალურად არ ჩავაქრე ვაცდი. რატომ? იმიტომ რომ იტენება და საკმაოდ სწრაფად იტენება რა. აი Volt-ს მაგალითად რო დაქოქავ, ძალიან დიდი ხანი თუ უნდა ელოდო რომ დატენოს ის ელექტროძრავები, უბრალოდ ელემენტები, აქ ძალიან სწრაფად იტენება. ასე სწრაფად დატენოს როგორ ახერხებენ? არ ვიცი, მაგრამ ახერხებ. მოკლედ, ელემენტებში ძალიან მაგრები არიან. რა, ის სხვა რაღაცეებს შეიძლება გადავხედოთ. მაგალითად, მანქანის წარმოებაში დიდი გამოცდილება რო არ აქვთ, ეთყობა სალონში. მაღალი ხარისხის მატერიალები აქვთ გამოყენებული ისეთ ადგილას, სადაც ნაკლებად ხდება მძღოლის ხელი და ყველაზე დაბალი ხარისხის მატერიალი აქვთ გამოყენებული საჭეზე, სადაც ყველაზე ხშირად ხდება მძღოლის ხელი. ეგ არის საშინელება. ეგ რატო ქნეს არ ვიცი. რაღაცეებში მაინც არ ბრწყინავს, აი მაგალითად გამოსაღებში, რასაც თითქიდებ რა, რაც უნდა გამოწიო, ეგ რკინის არის. გვერდზე უკვე მოჟოშკილი აქვს და ბანძი პლასმასი აქვს გაკეთებული. არა და შეეძლოთ იქაც რკინა გაეშვათ. ანუ რაღაცეებში წარმოებაში შეცდომა აქვს დაშვებული, რასაც მძღოლი ეხება, მაგრამ როდესაც მანქანასთან ურთიერთობს, იქ რაღაცეებში გაპარული აქვს დაბალხარისხიანი მასალები. აი, მანდ ეთყობათ, რომ ავტომობილის წარმოებაში დიდი გამოცდილება არ აქვს. და ბოლოს სულ ორი სიტყვით შევეხებით ჩინური მანქანების თემას. რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ ყველას გონიათ, რომ ჩინურ მანქანებს ვაქებ ძალიან. რა, სინამდვილეში არ ვაქებ, უბრალოდ რაც კარგია იმას გეუბნებით და რაც ცუდია იმას გეუბნებით, რომ ცუდია. ჩინურ ხარისხს რო დაცინიან ხოლმე, ცოტა უსამართლობის გზნობა მიჩნდება, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ხელში გიჭირავთ ჩინეთშია ნაწარმოები. ანუ მაგათ კარგიც შეუძლიათ აწარმოონ და ცუდიც და თავისთვის დამიჯერეთ უკან საწარმოებენ ხოლმე, ცუდს არ აწარმოებენ. ეგ ცუდი რაც არ მოგწონთ რა, არის სხვა ქვეყნის მიერ დაკვეთილი ჩინეთში წარმოება, უთხრეს რომ დაბალხარისხიანი გამიკეთეო და ბაზარი არაო იმათაც. სარიგი თხრიაო, შენ ფული გადაიხარე და დაბალხარისხიანი თუ კიდე ვაფშე არ გაიკეთებო და გაუკეთეს. ის რაც უთხრეს და გამოატანეს რა, ეგ არის და ეგ. ხლა რაც შეეხება ავტომობილებს. როდესაც მე გეუბნებით რომ რომელიღაც ჩინური ავტომობილი არის კარგი, მე იმას ვგულისხმობ ახალს. ანუ ახალია კარგი. ყოველთვის როდესაც ხვდებიან და მეუბნებიან რომ აბა რას ფიქრობ ჯეტრუზე ამდენი ხანია რომ დადიხარ, აი ერთი ადამიანი მაინც იპოვეთ ვისთვისაც არ მithქვამს რომ ჯერჯერობით კარგია და პროსტა უთხარი რომ მაგარი მანქანა აი ჯერჯერობით კარგია ვისთვისაც არ მithქვამს და ბაზარი არაა ბოდის მოვიხთ. ყველას ვეუბნები რომ ჯერჯერობით კარგია, მერმერობით მე ვნახოთ. და ეხლა რას ნიშნავს ეს რა? აი რო აიღო ახალი ჯეტური ხო, ჩემი რაც არის თეორი. აი ახალ მანქანას Hyundai-ს რო აიღო, თუნდაც Toyota რო აიღო,
აი ძალიან ბევრს ჯობია. ჯობია რითი? უფრო რბილად დადის, უკეთესად იმართება, უკეთესი ფუნქციები აქვს, სავარძელი უფრო რბილი აქვს. სხვათა შორის ამაზე დამავიწყდა მეთქო, რომ სავარძელი აქვს საშინელება, ანუ ხმელი არის ჩვეულებრივი. ზურგი რბილი აქვს, მეყდომი ფუმფულაა, რაღაც ტედიბიარი არის, ჩაწვევი შიგნით საკაიფოდ და ქვემოთ არის ჩვეულებრივი ის გახსნილ საპურეში რო პური დაგჭება ღამე და დილით რო გამხმარია, ეგეთია ზუსტად რა, ტრაკი გაგიხმება. ცოტა ეს დიდი ტრაკი თუ არ გაქვს, კიმ გარდაშიანივით, მე გაგიხმება ტრაკი არ გესიამოვნება, რამე მაგრა დამღალა. რას ვამბობდი? ანუ ის ჯეტური რო ვიძახი რომ კაი მანქანა თქო, გულისხმობ რომ ახალია, კარგი. და პირველი 5 წელი სანამ გარანტია აქვს, მანამდეა კარგი თორემ. შორს რომ მივდიოდე სადღაც აი სოფლიოს გარშემო მოგზაურობას რო ვიწყებდე, ჯეტრს არ ავიღებდი. ავიღებდი Toyota-ს, რომელიღაცას. და რატო? იმიტომ რომ ის არის გამოცდილი და ვიცი რომ მომატარებს. და ან Honda-ს ავიღებდი. სანამ დედამიწა იარსებებს, ეგეც იდგება. ატომურ ამას დარტყმას რო გადაურჩა იაპონიაში ის რაღაც კარის ჩონჩხირო, აი ეგ რო წაიქცევა, მე წაიქცევა Toyota-ს და Honda-ს. ეგ ვიცი. მაგრამ ახალი, კარგია. მაგას ვამბობ, თორემ მე არ გეუნებით რომ წადით და მეორადი იყიდეთ თქო რა. მაგას არავის როგორ გითხრათ, იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვიცი. მე სხვათა შორის ვეძებ ისე ვინმეს თუ კი ვინმეს ყავთ ეგ თეორი 50-100,000 გარბენით მაინტერესებს როგორ მდგომარეობაშია რა. ოღონ ახალი თაობა, ძველი თაობას ვიცი რომ რაღაცა სხვაობები ქონდა. ძველიც მაინტერესებს და ახალიც მაინტერესებს. ხო და მეგობრებო, იმას ვამბობ რომ ჩინურ მანქანებზე როდესაც გეტყვით რომ კაია, გულისხმობ ახალს, გარანტიით და არა მეორადს, რომელიც შენ თუ დააკეთო. შენ რო უნდა აკეთო ეგეთი ჩინურის ყიდვას რა აზრი აქვს, საერთოდ ვერ ხვდები, იმიტომ რომ მე მაგალითად არ ვიყიდი. ეგ არის და ეგ. კაი, მოგრად ეს იყოს და ეს წარმატებებს გისურვებთ. თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და თუ ეს ვიდეო არ მოგეწონათ, მაშინ ჩემი დის არხი გამოიწერეთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ანა აბაშიძე აწერია და ვისაც გემოვნებიანი ვიდეოები არ მოგწონთ, შეგიძლიათ უგემოვნოები იმასთან ნახოთ და გამოიწერეთ. კამერის უკან დგას ახლა, მაგითო კლიკინებ ამდენს, მაგითო ბედავ. კარგად.